კონცერტების სერია ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები ხონის სამუსიკო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა. კონცერტების სერია წელს 5 ქალაქში გაიმართება. კონცერტები დაგეგმილია ხონთან ერთად წყალტუბოში, ლანჩხუთში, ბორჯომსა და თბილისში. ამ წელსაც ისევე როგორც წინა წლებში გათვალისწინებულია ნაწარმოებების პრემიერები და რეგიონებში ახალგაზრდებთან მასტერ-კლასების ჩატარება. ეს არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, რომელიც ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას. პროექტის ფარგლებში სრულდება როგორც დიდ ქართულ კომპოზიტორთა შედევრები, ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები. კონცერტების სერია ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები უკვე მე-3 წელია ტარდება. ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი კონცერტი ჩავატარეთ არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში და მე ვფიქრობ, ეს არის ისეთი პროექტი, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება, იმიტომ რომ მიზნად ისახავს ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას. პროექტი ტარდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შემოქმედებითი საქართველოსი, კომპოზიტორთა კავშირის და მნიშვნელოვანია არაერთი მიმართულებით. პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ პროექტის გამო არაერთი ნაწარმოები დაიწერა, რომლის პრემიერა შედგა ამ ხნის მანძილზე. და გარდა ამისა, ჩვენ პროექტ ჩარჩან დაემატა საგანმანათლებლო მიმართულებაც, რაც გულისხმობს ახალგაზრდებთან შეხვედრასა და მასტერ-კლასებს და რეგიონებში განსაკუთრებით გვიხარია ყოველთვის ჩასვლა, იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი სითბოთი იღებენ ქართულ მუსიკას და ცხადია ეს აურა ყოველთვის ტრიალებს და შემსრულებლებს გვეხმარება, რომ განსაკუთრებული კონცერტები ჩავატაროთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ასიამოვნეთ ხონში მსმენელს ამ არაჩვეულებრივ დარბაზში დავუყარეთ და დიდი მადლობა ცხადია მათ, ვინც მოგცა ამის საშუალება. პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობს თამარ ლიჩელი, მიმდინარეობს უკვე მოგეხსენებათ მეორე წელი და პირადად მე ძალიან მიხარია ის, რომ როგორც იქნა ჩამოვედი ამ ქალაქში, რომელშიც უკვე ძალიან დიდი ხანია ვილტვი იმისათვის, რომ ჩამოვიდე და ძალიან დიდი იმედი მაქვს შემდგომი პროექტებისთვის, რომ ჩვენ მოვასწრებთ და გავაკეთებთ წელს იმ პროექტებს, რაც მომავალ თაობას ძალიან დაეხმარება. თვითონ რაც შეეხება ქართული მუსიკას, ძალიან გვიხარია ის, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველები ასრულებენ ქართულ მუსიკას და აცნობენ ფართო მსმენელს იმ ტრადიციებს, რა ტრადიციებიდან მოვდივართ და ამავე დროს ეს პროექტი ითვალისწინებს იმას, რომ ახალი მუსიკა, ახალი დაწერილი მუსიკა უნდა იყოს ამ კონცერტებზე წარმოდგენილი და ჩვენ ამასაც შეძლებს დავგვაროთ კარგად ვაკეთებთ. ჩვენს მუნიციპალიტეტში საკმაოდ ლამაზი და კარგი საღამო იყო. მე მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ თამარ ლიჩელს, რომელმაც ეს კონცერტების ეს სერია დაიწყო ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, ხონის მუნიციპალიტეტიდან. დღეს მსმენელი ძალიან კმაყოფილი იყო, რამე თუ დღეს ამ დარბაზში ისმოდა მხოლოდ მუსიკალური საკრავების ჰანგები და კმაყოფილ მსმენელთა სუნთქვა და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მეტად რაც აი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა მსმენელმა განიცადა, ეს იყო პოზიტივი. ეს იყო პოზიტიური ფიქრები, რაც დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ საღამომ თავისი ფუნქცია, თავისი როლი შეასრულა. რამე თუ ესეთი საღამოები ჩვენ რეგიონებში არა ვართ
განებიურებული და დღეს კიდევ ერთხელ მინდა კულტურის სამინისტროს, ქალბატონ თამარ ლინჩელს, ბატონ ვალერიან შიუკაშვილს მადლობა გადაუხადო, რომ მან საოცარი საღამო გვაჩუქა, საოცარი სტიმული მისცა ჩვენს ახალგაზრდებს, რათა ის ახალგაზრდები, რომლებიც ფორტეპიანოზე, ფლეიტაზე და სხვადასხვა საკრავებზე უკრავენ, მათ აი ესეთი პროფესიონალობის ხილვა და ცოცხალი მუსიკის შესრულება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, კარგი სტიმული იქნება მათთვის, რომ ისინიც ესეთვე პროფესიონალები ჩამოყალიბდნენ, როგორც დღეს ვიხილეთ ძალიან წარმატებული პროფესიონალები ჩვენს მუსიკალურ ცენტრში.